მაინც ძალიან კარგი შანსი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ნაკრებისათვის. რა კარგი კომბინაცია ღავთაძის წინ თუ ანგარიში ძალიან დამაჯერებელი გახდება, უფრო მეტი შანსია რა თქმა უნდა. შუთებზე ღავთაძე. არაცხელია დარტყმა. ხარიხას ხდება ბურთი მანამდე ჰუსეინლი მითამაშა. შეგვეძლო ნამდვილად აქ ორი ბურთის სხვაობით წინ გასვლა აზერბაიჯანის შემდეგ. ჩვენი ნაკრების დაწინაურება ჩიმაკაძემ დაარტყა რონინიო და შეიძლება აქაც გოლით დასრულდეს. ეპიზოდი რა მოულოდნელად დაარტყა ჩიბაკაძემ, ალბათ არ ელოდა არც ერთი აზერბაიჯანელი მოთამაშე. კიდევ ერთხელ ძალიან კარგად გაუშვა ჩიბაკაძე. შედეგი გაცილებით უფრო დიდი იქნება. კეკელიას არაჩვეულებრივი გადაცემა და გადარჩა აზერბაიჯანის ნაკრები. გიორგაია იყოს ძალიან ახლოს აქ გოლთან. აქ ის აპასუხო შეტევა და ხუპატაძემ გადაგვარჩინა აქ ძალიან საფრთხე შეტევის შემდეგ. ვერ დავინახე რომელი მოთამაშე ასრულებდა დარტყმას. ჯვარაშვილი იყო ასევე ახლოს გოლთან. რომ 11 მატჩი ზედიზედ მოგებული აქვს ჩვენს ნაკრებს. უპირატესობა იყო ჩვენი ნაკრების მხარეს. კუთხურების რაოდენობა, შეტევების რაოდენობა. ხუპატაძე გზავნის ბურთს ღავთაძის მიმართულებით. ღავთაძის გადაცემა ჩიმაკაძის დარტყმა და რა ბურთი მოიგერია ჰუსეინლი მაგ. შესანიშნავი კომბინაცია, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა ორი გოლის ავტორი გიორგი ღავთაძე. ღავთაძე კიდევ ერთი შანსი ტექნიკურად სიზუსტეზე გაუშვა. ნაკლები ქუჩევა. ამ შეხვედრის დასრულებამდე დარტყმა გადარჩა აზერბაიჯანის ნაკლები. როვჩან ჰუსეინლი ხსნელად მოევლინა თავის გუნდს. ჩიმაკაძე კარგად თამაშობს მეხუთე ნომერი. შეინარჩუნა ბურთი და არტყა. და რომ არა როვშან ჰუსეინლი აქ ბოლო მატჩი აზერბაიჯანს წაგებული აქვს. თოფურია ძალიან კარგი დარტყმა თუმცა